მკვლელობა თბილისში ჟიულის არტავას გამზირზე ერთი პირი მოკლეს, ის 31 წლის მამაკაცია. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე ცხელ-კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მკვლელობა ცივი იარაღის გამოყენებით მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეგრეთ წოდებული ჯაშუშობის საქმეზე, რომელზეც დაკავებულია ქართულ ფონდის პრესამსახურის ყოფილი უფროსი და მოქმედი მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს. გავრცელებულ კადრებში ჩანს დაკავებულის მიერ კონსპირაციული შეხვედრის დროს ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი, ამბობს სუსი. გიორგი უძილაურს გუშინ სასამართლო მორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფითი საიდუმლო ადევს. პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზორვის სამსახურის დავალებით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. დღეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობდა. საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება აცხადებს, რომ დემონსტრად ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები სავარაუდოდ ჩაშვებულები არიან. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველს განუცხადა. ამასთან ის უარყოფს დემონსტრანტებზე ძალადობის შესახებ რაიმე ბრძანების არსებობას. 18 წელი ვიყავი სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი, მსგავსი ბრძანება არც ერთ მინისტრს, არც ერთ ხელმძღვანელს შემთთვის არ მოუწია, ან ვინმე მოკალი, ან ვინმე სცემეო, ამბობს ხარება. რაც შეეხება დაკავებულთა იდენტიფიცირებას, ხარაზიშვილი ამ საკითხს ეჭქვეშ აყენებს. ჩვენი ხელწერა გვაქვს, გვაქვს ჩვენი ამბიცია ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე 5 სამართალდამცავის დაკავებას. როგორც მან განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელწერისა და სტანდარტის დასაცავად დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა და სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი დაკავება. მან მადლობა გადაუხადა შესაბამის უწყებებს. ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, არ იქნებოდა პირობითად ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, ბევრი იქნებოდა. სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარ კამპანიას. ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პოლიციელების დაკავების საკითხზე მედიასთან კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ხელისუფლება თავს არ შეიკავებდა მათი დაკავებისგან, რასაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ფაქტებიც ადასტურებს. მთავრობის გადაწყვეტილებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს დიპლომატიის აკადემია იქმნება. როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყობახიძემ დღევანდელ მთავრობის ხდომაზე განაცხადა, დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ. მისი თქმით, მომავალი წლიდან დიპლომატიის აკადემია ავტორიზაციის გავლის შემდეგ წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას. დიპლომატიის აკადემია უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება. ევროპის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 9 მაისს აღინიშნება, პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი წერილს წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩს. პაվել ჰერჩინსკისადმი ვრცელ მიმართვაში პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირის არსებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და მოუწოდებს ევროპა დაუბრუნდეს იმ საწყის იდეალებს, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობას, ერთიანობას, თანამშრომლობასა და ეროვნული იდენტობების პატივისცემას. პაპუაშვილი ევროპის დღეს უკავშირებს რობერ შუმანის იდეებს და წერს, რომ ევროკავშირის თავდაპირველი მიზანი იყო მშვიდობის შენარჩუნება და ომის თავიდან აცილება. ევროპა ერთ მომენტში ან ერთი გეგმით ვერ შეიქმნება, განაცხადა შუმანმა თავის ცნობილ დეკლარაციაში, ამბობს პაპუაშვილი და ჰერჩინსკის წერს. ქართული ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. ტექსტში ნათქვამია, რომ ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს საქართველოსთვის იდეოლოგიური ან პოლიტიკური პირობების თავს მოხვევას. წერილში ხაზგასმულია ქართული ხალხის დიდი წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში და აღნიშნულია, რომ ევროპის დღე არ უნდა გაემიჯნოს გამარჯვება
გამარჯვების დღეს 9 მაისს. წერილის დასკვნით ნაწილში პაპუაშვილი მოუწოდებს ევროკავშირს შეცვალოს რიტორიკა, შეწყვიტოს ზეწოლა და დაიწყოს თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი საქართველოსთან.